ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში კონსერვები ჯარისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადება გასაღების ფაქტზე შპს ბატონოს ხელმძღვანელი დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით ამოღებულ პროდუქტებზე ჩატარებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით კონსერვი არ აკმაყოფილებს მიკრობიოლოგიურ სტანდარტებს და უვარგისია მოხმარებისთვის. მათივე ინფორმაციით რიგ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადება გასაღების ფაქტზე შპს ბატონოს ხელმძღვანელი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2025 წელს სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში 380.792 ლარის ღირებულების 24.177.3 კილოგრამი თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შპს სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას. აღნიშნული პროდუქცია განკუთვნილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებისთვის. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის საწარმოს ჩხრეკისას ამოღებულია 17.241 ერთეული ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი. ასევე დადგინდა, რომ პროდუქციის დამზადებისა და ნედლეული შენახვის პირობები კრიტიკულად არ შეესაბამებოდა სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს. შპს ბატონოს დაკავებული ხელმძღვანელი ბიზნესმენი ივანე გოგლიძია, ის ასევე დირექტორის თანამდებობას იკავებს კომპანია კულაში. უწყების ცნობით ბრალდებულმა სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში 2025 წელს გორში მდებარე საწარმოში დაამზადა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასაზღვრო პოლიციასა და თავდაცვის სამინისტროს მიაწოდა 380 ლარის ღირებულების 24,000-ზე მეტი კილოგრამის საკვებად უვარგისი და ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი, რომელსაც შესაძლოა საფრთხე შეექმნა საკვების მიმღები პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლის მესამე ნაწილი წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. ბიზნესმენი წაყენებულ ბრალს არ ითანხმება. ამოღებულ პროდუქტებზე ჩატარებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით კონსერვი არ აკმაყოფილებს მიკრობიოლოგიურ სტანდარტებს და უვარგისია მოხმარებისათვის. რიგ შემთხვევებში ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. გარდა ამისა, დადგინდა, რომ კონსერვის შიგთავსი თევზის ხორცის მასური წილითა და ენერგეტიკული ღირებულებით არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი პროდუქციის გამოვლენისა და ამოღების მიზნით. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ტენდერების მონიტორზე განთავსებული ინფორმაციით შპს ბატონოს sagangebo სიტუაციების მართვის სამსახურთან და შპს სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფასთან კონსოლიდირებული შესყიდვები აქვს გაფორმებული, რომელთა ჯამური ღირებულება 7.783.929 ლარია. შპს ბატონოს მოგებული აქვს ერთი ტენდერი, რომლის ღირებულება 175,000 ლარი იყო. ასევე 2020 წელს შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფისაგან გამარტივებული შესყიდვა მიიღო, რომლის ღირებულება 195,000 ლარი იყო. ყველა შესყიდვა ხორცის, კონსერვების და პროდუქტების მიწოდებას ეხება.